სამართლიანი არჩევნები, რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო. დოკუმენტის ხდომაზე ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ წარადგინა. ოცნება საქართველოში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს აუქმებს. ინფორმაციას ცენტრის წარმომადგენელი თემო სუყაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. საინფორმაციო ცენტრი 2005 წელს შექმნილი უწყება იყო, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ექვემდებარებოდა. სანქცირებულმა გენპროკურორმა თანამდებობა დატოვა. შალვა პაპუაშვილმა გიორგი გაპიტაშვილი დღეს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა. გენპროკურორის მოვალეობას გიორგი გვარაკიძე შეასრულებს. ის აქამდე თბილისის პროკურორი იყო. კიოლში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბები აღმოაჩინეს. ამის გამო ტერიტორიიდან 20,000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დოიცის რაიონში ყოფილი გემთსაშენი ქარხნის ტერიტორიაზე აღმოჩენილი 3 ბომბიდან 2 1 ტონას, 1 კი 9 ტონას იწონიდა. სამივე ბომბის სასწრაფო ნეიტრალიზაციას ექვემდებარება.